ბევრი წლის წინ ჩემმა ძმამ მოიკლა თავი. რატო? ეს იყო ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა. არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი, პროფესია, შემოსავალი, შესანიშნავი მეგობრები, ჰქონდა ინტელექტი, იყო ძალიან ხალისიანი, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი. მაგრამ მას კიდევ ერთი რამე ჰქონდა. დიაგნოზი ალკოჰოლ-დამოკიდებული. მაგრამ რატომ შეიძლება ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს ცხოვრებაში, გახდეს რამეზე დამოკიდებული? ამ შეკითხვას მიუძღვენი ბოლო 10 წელი. შევიცვალე პროფესია, ბიზნესიდან წავედი ნეირომეცნიერებაში, რომ ესწავლა ტვინი იმ იმედით, რომ თუ ჩემ ძმას ვერ დავეხმარე, იქნებ იყოს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც შევძლებ დავეხმარო. და ამ შეკითხვაზე, რატომ ხდებიან ადამიანები დამოკიდებული, მივედი პარადოქსულ პასუხამდე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს არ არის ვიდეო ტრაგედიაზე, პირიქით, ეს არის სინათლეზე, იმაზე, როგორ დავამარცხოთ დამოკიდებულება, როგორ დავეხმაროთ სხვებს, მოიშოროთ დამღუპელი ჩვევები და როგორ შევძლოთ ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით. ხოთა დავიწყეთ. დავუმატეთ უახლესი ფორმა დამოკიდებულების სოციალური ქსელები. დიახ, სოციალური ქსელები და ნარკოტიკი ტვინისთვის არის ერთი და იგივე. მეცნიერება ნახეს, რომ ერთი და იგივე ადგილას ხდება ტვინში ამ დამოკიდებულების გაჩენა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ჰორმონი დოპამინი. როგორც წინა ეპიზოდებში გავიგეთ, ის მაშინ ადის ზევით, როდესაც რაღაცა ძალიან გვსიამოვნებს და ძალიან გვინდა. მაგრამ არის რაღაცები, რაც პათოლოგიურად ზევით წევს დოპამინს, როგორც ნარკოტიკი, როგორც სოციალური ქსელები, როგორც აზარტული თამაშები და სწორედ ამიტომ მათ აქვს ძალიან მაღალი რისკი გაგხადონ დამოკიდებული. დაახლოებით ასეთი არჩევანი აქვს ტვინს. წარმოიდგინეთ, წინ კიდევ სტომარა ერთში $100,000 დევს და მეორეში $100,000. ყოველთვის 100,000 აირჩევ, ხო? 100 ტვინიც მას ურჩევნია ის, რასაც მოაქვს მაღალი დოპამინი. მაგრამ თუ ძალიან ხშირად ვაკეთებთ იმას, რაც გვსიამოვნებს, ტვინი იწყებს მიჩვევას და მეტი და მეტი დოპამინი იწვევს იმას, რომ რეცეპტორები დოპამინის კვდებიან. ანუ ის კარი, რომელმაც უნდა გაატაროს ეს დოპამინი ტვინის სისტემაში, იკეტება და შესაბამისად საბოლოო ჯამში ჩვენ უფრო ნაკლები და ნაკლები დოპამინი გვაქვს, ანუ უფრო ცუდად გრძნობთ თავს. აი შეხედეთ ადამიანის ტვინს. წითელი და ყვითელი ნიშნავს ბევრი დოპამინის რაოდენობას. პირველია არის ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, მეორე არის ნარკოდამოკიდებული ადამიანის ტვინი, მაგრამ ეს იგივეა ყველა დამოკიდებულებაზე. ნახეთ, რამდენად ნაკლები დოპამინი აქვს. დამოკიდებულების დროს ბევრი სხვა ჰორმონის დისბალანსიც ხდება, მაგრამ დოპამინზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი მოგცეს მოტივაცია გავიმეოროთ ის აქტივობა, რომელიც ვიცით, რომ უკვე კარგად არ ხვდის, მაგრამ მაინც უიმისოთ უფრო ცუდად ვართ. მაგრამ აქ იკითხავთ, მაგრამ ინტელექტიც ხო გვაქვს? ის რატომ არ გვაჩერებს? ხომ ვიცით, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცუდად ვიქნებით, თუ გავიმეორებთ ამ აქტივობებს. მაგრამ ამაზე პასუხი რომ მივიღოთ, კიდევ უფრო კარგად უნდა გავიცნოთ ტვინი. ტვინის ქვედა უბნები პასუხისმგებლები არიან ძალიან ბაზისურ ფუნქციებზე, თუნთქვის რეგულირება, პულსის, ჰორმონების გამოყოფა, ინსტინქტები, რეფლექსები, ანუ ის, რასაც საერთოდ ვერ გრძნობთ, მაგრამ ჩვენი ტვინი მუდმივად აკეთებს და მუშაობს ამ თემებზე. შუა ნაწილი არის ჩვენი ემოციური უბანი, ლიმბური ტვინი, სადაც არის ჩვენი ეს დოპამინური მიდრეკილებები, შიშები, ლტოლვები, სიხარულები, მეხსიერება, მოგონებები, ანუ ის, რასაც ვცნობთ, მაგრამ სამწუხაროდ დიდად ვერ ვაკონტროლებთ. აი ზედა ნაწილი უკვე არის ეს ეგრეთ წოდებული ინტელექტის უბანი, რომელიც პასუხისმგებელი არის ჩვენს უნარზე დავგეგმოთ, ლოგიკურად ვიაზროვნოთ, მომავალი ჯილდო დავაფასოთ და მოკლედ იმაზე, რასაც აზროვნებას ვეძახით. დოპამინი ტვინში მოძრაობს 4 მარშრუტით, მაგრამ ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტზე, რომელსაც პირდაპირ ჯილდოს მარშრუტი ჰქვია. დოპამინის გამოყოფა იწყება ქვედა უბანში და შემდეგ ადის ემოციურ უბანში. აქ არის ყველაზე მეტი დოპამინური ნეირონები. ემოციური უბნიდან ეს ნეირონები სიგნალს უგზავნიან ინტელექტის უბანს და საბედნიეროდ ინტელექტის უბნიდანაც უკან იღებენ სიგნალებს. ინტელექტის უბნიდან ძალიან ხშირად ეს სიგნალები არის გაჩერდი, ამათ პირდაპირ შემაკავებელი ნეირონები ქვიათ. ჩვენ ტვინში არის ორი ტიპის ნეირონები, შემაკავებელი სიგნალის და ამღზნების სიგნალის. აი შეკავების სიგნალები, როცა მოდის ინტელექტის უბნიდან, თუ ემოციურ უბანში ძალიან ბევრი დოპამინი არის,
მაშინ ინტელექტის სიგნალი არ ყოფნის, რომ გააჩეროს ემოციის უბანი. და სამწუხარო ის არის, რომ დამოკიდებულ ადამიანებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დოპამინი ამ ემოციურ უბანში, ინტელექტის უბნის აქტივობა სუსტდება და სუსტდება. აი შეხედეთ სურათს, ეს არის ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, აი ამ ინტელექტის პრეფრონტალურ კორტექსში აქტივობა და დამოკიდებული ადამიანის ტვინი. აი ეს არის დამოკიდებულება. შენ აძლევ შენს ტვინს ბევრ დოპამინს, მაგრამ დროთა განმავლობაში შენ სისტემაში გაქვს ნაკლები დოპამინი და ამას ემატება ის, რომ შენ გისუსტდება აი ეს ინტელექტის უბანი. აქ მთავარი კითხვა არის, ეშველება თუ არა ტვინს, თუ უკვე ჩამოყალიბდა დამოკიდებულება. აქ ორი ინფორმაცია მაქვს, კარგი და ცუდი. ცუდი ის არის, რომ თუ ერთხელ მაინც ტვინმა დაიმახსოვრა, რა არის მაღალ დოპამინური აქტივობა მისთვის, ეს მეხსიერება არის თითქმის სამუდამო. აი თაგვებზე ექსპერიმენტი პირდაპირ აჩვენებს ამას. საერთოდ რაც ვიცით ადამიანის ტვინზე, ძალიან ბევრი რამე ვიცით თაგვებისგან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენი და მათი ტვინი ძალიან გავს ერთმანეთს. თაგვებს ასწავლიდან, რომ სახელურზე უნდა დაეჭირათ მაშინ, როცა წყალი მოუნდებოდათ და თაგვები აჭერდნენ ამ სახელურს წყლის მისაღებად. შემდეგ ამ წყალში გაურიეს ნარკოტიკი. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკზეც. თაგვები ნელ-ნელა იწყებდნენ უფრო და უფრო ხშირად დაჭერას ამ სახელურზე, რომ მიეღოთ მეტი და მეტი ნარკოტიკი. შემდეგ აჩერებდნენ ამ ნარკოტიკის მიცემას, ნელ-ნელა თაგვები უბრუნდებოდნენ ნორმალურ მდგომარეობას და აჭერდნენ იშვიათად აი ამ სახელურს, რომ მიეღოთ წყალი. მაგრამ თვეების შემდეგ თუ ერთხელ მაინც გაურევდნენ ისევ ნარკოტიკს, თაგვები იმავე წამს უბრუნდებოდნენ ძველ ჩვევას და გიჟივით აჭერდნენ ამ სახელურს, რომ მიეღოთ ნარკოტიკი. ასია სამწუხაროდ ის, რაც ძალიან მაღალ დოპამინური იყო ჩვენი ტვინისთვის, ანუ $100,000 ტომარა იყო, თუ ერთხელ მაინც ტვინს კიდევ მიეცი, მას ახსენდება, რამდენად დიდია ჯილდო და ხშირად უნდა ისევ გაიმეოროს ეს. კარგი ინფორმაცია ის არის, რომ თუ მოახერხე და თავი დაანებე ამ მაღალ დოპამინურ აქტივობას, შენი ტვინი იწყებს გამოჯამრთელებას. აი შეხედე, ეს არის ჯამრთელი ადამიანის ტვინი, ეს არის ტვინი 1 თვე ნარკოტიკის დანებების შემდეგ. აი ეს არის ტვინი უკვე 14 თვე, რაც ამ ადამიანს აღარ მიუღია ნარკოტიკი. იგივეა ყველა სხვა დამოკიდებულებაზე. საბედნიეროდ ჩვენი ტვინი არის ძალიან პლასტიური და გარემოზე რეაგირებს ძალიან სწრაფად. თუ გააჩერე ის დამაზიანებელი აქტივობა, ტვინი მალე დაიწყებს გამოჯამრთელებას, მაგრამ როგორ უნდა მოახერხო და თქვა უარი მაღალ დოპამინურ აქტივობაზე. წარმოიდგინე დამოკიდებული ადამიანის ტვინისთვის ყოველდღე არის ასეთი ტიპის არჩევანი. $500 ყოველ თვე თუ $50,000 უცებ. კი, ის იმავე დღეს დაიხარჯება, იცის, მაგრამ ის $50,000 ურჩევნია. ესე იგი დამოკიდებულმა ადამიანმა რომ $500 ყოველ თვე აირჩიოს, ის უნდა აფასებდეს მომავალ ჯილდოს და არა ახლანდელს. მაგრამ იმისთვის, რომ მომავალი ჯილდო დააფასო, უნდა იყოს შესაბამისი გარემო. და ეს არის საოცარი ექსპერიმენტი, უცნობილესი მარშმელო ექსპერიმენტი ქვია ზეფირზე. ბავშვებს აძლევდნენ ზეფირს და ეუბნებოდნენ თუ 15 წუთი არ შეჭამ, მერე ორცალს მოგცემთო. ტოვებდნენ ოთახში მარტოს, გადიოდნენ უფროსები და კამერით აკვირდებოდნენ, რას აკეთებდნენ ბავშვები. მეცნიერებს აინტერესებდათ, რომელი წლიდან იწყება გადავადებული ჯილდოს დაფასება. 3-4 წლის ბავშვები იმავე წამს ჭამდნენ ზეფირს. 4-5 წლის უკვე იწყებდნენ ცდილობას, რომ ის ერთი ძალი მარშმელო არ შეეჭამათ. 6 წლიდან უფრო მეტი ბავშვი ცდილობდა გაეძლო, არ ეჭამა და დაავადებოდა 2 მარშმელოუს. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად განვითარებულია ეს შუბლის წინა ტვინი, პრეფრონტალური კორტექსი, რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო განვითარებული აქვს და მეტად ახერხებს ამ გადავადებული ჯილდოს დაფასებას. მაგრამ სულ ეხლა ხანს ეს ექსპერიმენტი ცოტათი შეცვალეს და ბავშვები დაყვეს 2 ჯგუფად. პირველ ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ როცა დარეკავთ ზარს, შემოგიტანთ ფლომასტერებსო. მაგრამ როცა რეკავდნენ ზარს, უფროსებს არ შექონდათ ფლომასტერები. მეორე ჯგუფს არაფერს არ ეუბნებოდნენ. აი ამას, როცა ბავშვები გამოცდიდნენ, რას ნიშნავს იყო მოტყუებული, შემდეგ სულ სხვა ადამიანები, არა ისინი, ვინც მოატყუას, შედიოდნენ და ამ მარშმელოუ ტესტს უტარებდნენ, ეუბნებოდნენ თუ დაიცდი, მოგცემთ 2 ზეფირსო. აი მოტყუებული ბავშვების ჯგუფში 4-ჯერ ნაკლები ბავშვი ელოდებოდა მეორე ზეფირს. უმეტესობა პირდაპირ იმ პირველ ზეფირს მიირთმევდა. ასეა თუ შენ არ გაქვს ნდობა შენი გარემოსი, შენ ვერ აფასებ გადავადებულ ჯილდოებს და დამოკიდებული ადამიანის გარემო ძალიან ხშირად არის ტყუილის და უნდობლობის გარემო. კი, ისინი თვითონ იწყებენ ხშირად ტყუილს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქმნიან გარემოს, სადაც არის უნდობლობა. და ამ უნდობლობაში ისინი რა თქმა უნდა უფრო იოლად ირჩევენ ახლანდელ ჯილდოს ვიდრე გადავადებულს. ამას კიდევ ემატება ის, რომ დამოკიდებული ადამიანების
მომავლის წარმოდგენა არის განსხვავებული. ასეთი მარტივი ექსპერიმენტი ჰქონდათ მეცნიერებს. ადამიანებს თხოვდნენ დაემთავრებინათ შემდეგი წინადადება. ბობი დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე და წარმოიდგინა როგორ იქნებოდა აქედან რამდენ ხანში. ადამიანებს უნდა დაემთავრებინათ რამდენ ხანში. ჯანმრთელი ადამიანები ამ შეკითხვას პასუხობდნენ ასე: ბობი დაფიქრდა როგორ იქნებოდა აქედან 1 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში. და დამოკიდებული ადამიანები როგორ პასუხობდნენ იცით? აქედან 5 დღეში, 10 დღეში, 30 დღეში. ესე იგი დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს ნდობა გარემოსი, მეორეს მხრივ ძალიან პატარა ჰორიზონტზე ხედავს თავის მომავალს და ამას ემატება მესამე. რატო სვავო? იმიტომ რომ ცხვენიაო. რისი ცხვენიაო? იმისი რომ სვავო. ცირცხვილის გრძნობა, რომელიც ანგრევს ადამიანს და მასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია. არადა დამოკიდებულება არ არის მორალური არჩევანი. ეს არის ტვინის დაავადება, რომელიც განვითარდა იმ ცივილიზაციაში, სადაც ამდენი მაღალ დოპამინური პროდუქტი და აქტივობა გამოვიგონეთ. ჩვენმა ძალიან ძველმა ტვინმა არ იცის, როგორ ადაპტირდეს ამ გარემოზე. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ტვინი ყალიბდებოდა, არ იყო ამდენი მაღალ დოპამინური აქტივობები და რაც მაღალი დოპამინის მომტანი იყო, ის სასარგებლოც იყო. მაღალკალორიული საჭმელი კარგი იყო, არ იყო სწრაფი კვება, გამარჯვების განცდა კარგი იყო, ბევრი შრომა ჭირდებოდა, არ იყო კომპიუტერული თამაშები, აღიარება კარგი იყო, რამხელა შრომა უნდა ჩაგედო, რომ აღიარება მიგეღო, არ იყო სელფი და ბევრი ლაიქი. ჩვენ მოვიგონეთ ცივილიზაცია ისეთი, სადაც ჩვენმა ტვინმა უბრალოდ არ იცის როგორ მოახერხოს ადაპტაცია აი ამ ახალ ცხოვრებასთან და ყოველ დღე გვისნეულდება და გვისნეულდება ტვინი. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ აი ეს ტვინის გადაგვარება ხდება ნელ-ნელა და როცა ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ გრძნობ. როდესაც თინეიჯერები მიდიან დამოკიდებულების პრობლემით სესიაზე, ძირითადად ამბობენ, იმიტომ მოვედი რომ მშობლებმა დამაძალეს, მე თავს კარგად გრძნობო. მაგრამ როცა შუახნის ადამიანი მიდის იმავე პრობლემით, ფსიქოლოგთან ის პირდაპირ ამბობს, დავიღალე, აღარ შემილია. რა ვუყოთ ამ დაავადებას, რით უშველოთ? რა თქმა უნდა, თითოეულ დამოკიდებულებას თავისი სპეციფიკა აქვს და ერთ ვიდეოში ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ერთი საერთო გამოწვევი მიზეზი ჩემი აზრით. ამ პასუხამდე მივედი ამ დენწლიანი ნეირომეცნიერების შესწავლის შემდეგ და ეხლა ხანს გამოვიდა წიგნი დოპამინის ნაცია, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნია და ძალიან კარგად საუბრობს სწორედ ამ თემაზე. ჩვენ შევქმნით ცივილიზაცია, რომელიც ყოველდღე გაურბის ტკივილს და ყოველდღე უფრო მეტ ტკივილშია. ჩვენ გამოვიგონეთ ტკივილგამაყუჩებელები ფიზიკური ტკივილისთვის, ანტიდეპრესანტები მენტალური ტკივილისთვის, ყველანაირი გასართობი იმისთვის, რომ გადავფაროთ ჩვენი დისკომფორტი და რეალობა რა გვაქვს? დღევანდელ დღეს სოფლიოში უფრო მეტი ადამიანი გვტება თვითმკვლელობით, ვიდრე ომებით და კრიმინალით ერთად აღებული. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში, შეერთებულ შტატებში, ყოველი მეოთხე ადამიანი სვავს რაღაცა ტიპის ხასიათის რეგულატორს ან ანტიდეპრესანტს ან ამ ტიპის წამალს. ასევე ყოველი მე-20 ბავშვი იღებს რაღაცა მედიკამენტს ქცევის რეგულირებისათვის. ჩვენ ადამიანები გადავეჩვიეთ ტკივილს, ისე გადავქაჩეთ სიამოვნებისაკენ, მაგრამ როგორ ვისწავლიდით ტკივილის გაძლებას, როცა ბავშვობიდან არ გვაძლევდნენ უფლებას ის გვეგრძნო, რასაც გრძნობდით. თუ ბიჭი იყავი, გეუბნებოდნენ არ იტირო, გოგო ხომ არ ხარო, თუ გოგო არ იჩხუბო და არ გქონდეს აგრესიაო. ჩვენ არ გვაძლევდნენ უფლებას გვეგრძნო. ის რა ემოციური ადამიანიაო, როცა იტყვიან, აი ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში ამბობენ, ხომ? ჩვენ არ ვიცით ჩვენი ემოციების გაძლება და თანამედროვე სამყაროში როგორი ადვილია გაექცე ამ ემოციებს, ანუ საკუთარ თავს ჩართე YouTube-ი, Netflix-ი, მოწიე მარიხუანა, ითამაშე კომპიუტერი და ცოტა ხნით გამქრალია ტკივილი. და ამ პერიოდში დაგვავიწყდა, რომ ტკივილი არის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი და უტკივილოდ ჩვენი იმუნიტეტის სუსტება. კვლევები აჩვენებს, რომ დოზირებული ტკივილი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ესეთი კვლევები ჩაატარეს, რაღაცა ვადით მწერებს აყენებდნენ ზომიერ ტკივილს. ეს მწერები 40%-ით უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე ის მწერები, რომლებსაც ეს ტკივილი არ ჰქონდათ ცხოვრებაში მიღებული. იგივე არის თაგვებზე და საერთოდ იგივე ცივი შხაპი არის კარგი მაგალითი, რამხელა სტრესია და რამხელა დისკომფორტია თავიდან, მაგრამ მერე იწყება სხეულის გაჯანსაღება და იმუნური სისტემის გაძლიერება. ტკივილი არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი და თუ არ ვისწავლეთ მასში გაჩერება, ჩვენ უფრო და უფრო დავისნეულებთ ჩვენს ტვინს. მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც გადამეტებული სიამოვნება ავადებს ჩვენს ორგანიზმს, ისე ავადებს გადამეტებული ტკივილიც. ტკივილში კი არ არის გამოსავალი არის ბალანსში.
მაგრამ სიამოვნება ჩვენ სასწაული არა გვაქვს მთელი სამყარო მოვაწყეთ იმისთვის რომ კომფორტში ვიყოთ და ვისიამოვნოთ. აი რაც სასწაული გვაქვს არის ტკივილში გაჩერება. ხო და ცოტა ხანი მოდი გავჩერდეთ ტკივილში. მიეცი შენ თავს უფლება იყოს ცუდად. დააკვირდი რას გრძნობა, არ გაექცე ამ ტკივილს და როგორც კი შენ უფლებას შენ თავს მისცემ ცოტა ხანი იყოს ტკივილში, თან გეცოდინება რომ დისკომფორტი შენთვის კარგია, შენ სისტემას აჯანსაღებს, აი ამ ტკივილის დოზა და უტანლობა გაცილებით უფრო შემცირდება. ხო და მოდი ცოტა ხანი გავჩერდეთ ტკივილში. თუ შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც ყავს ახლობლებში დამოკიდებულების მქონე ადამიანი, გაიაზრე რომ ის სულად კი არ იქცევა ყოველდღე, მისი ტვინი არის ავად. როგორც დასნეულებულ ადამიანს არ გაუბრაზდები, ასე არ გაუბრაზდე მას. ჩვენ ერთის მხრივ ვასნეულებთ ამ ადამიანებს ჩვენი გარემოთი და მერე კიდევ ვუქმნით აი ამ სირცხვილის და მიუღებლობის გარემოს, სადაც გამოჯამრთელების შანსი კიდევ უფრო დაბალია. ეს უნდა შევცვალოთ. თუ შენ ის ხარ, ვინც თვითონ არის დამოკიდებული რამეზე, დაიწყე აღიარებით საკუთარ თავთან და მერე შენს ახლობლებთან. მე ვერ მოგცემ იმის გარანტიას, რომ ყველა ადეკვატურად გაგიგებს და ეყოფათ ცოდნა და გამოცდილება სწორედ დაგიდგენ მხარში, მაგრამ იმის გარანტიის მოცემა შემიძლია, რომ თუ ტყუილში იქნები, გამოჯამრთელების შანსი ძალიან დაბალი იქნება. სიმართლის გარემოში, ნდობის გარემოში გამოჯამრთელება რომ შესაძლებელია, ეს ყველა კვლევამ დაადასტურა და აი ზევით განახე კიდევაც ტვინი როგორ მალე იწყებს გაჯანსაღებას. ხო და დაიწყე აღიარებით და თუ შეგაჩვენებენ, გაკიცხავენ, არა უშავს. დაიყოს ასე. შენ ხომ იცი რომ შენი ტკივილი, შენი გასაძლებია და ეს ტკივილი დაგეხმარება გაიჯანსაღო სხეული. ვიცი, ტკივილში გაჩერება ძალიან რთულია, მე ძალიან დიდხანს გაურბოდი ჩემი ძმის სიკვდილის ტკივილს. ხან ახალი ჰობით, ახალი პროფესიით, სხვების დახმარებით, ახალი ურთიერთობებით, მაგრამ იცით როდეს გავხდი კარგად, როცა გავჩერდი. და როცა ჩემ თავს მივეცი უფლება მტკენო და ბოლომდე. როცა მივეცი უფლება მეგრძნო რას ნიშნავს დაკარგო შენი ყველაზე საამაყო ახლობელი ადამიანი. და მხოლოდ ამ ტკივილის გავლის შემდეგ შევძელი მეთქვა ჩემი ძმისთვის, რა ცუდია რომ არ ხარ კი არა, რა ბედნიერებაა რომ იყავი, შემდეგ სპინავდები.